გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები. ამ სახელწოდების სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა კონფერენცია 14 და 15 მაისს გაიმართება. ღონისძიება ცნობილი ქართველი მუსიკის მცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას ეძღვნება. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. კონფერენციის საუკეთესო მომხსენებელს პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია გადაეცემა. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 6 აპრილს დასრულდება. წლევანდელი კონფერენცია არის გამორჩეული ჩვენთვის. ეს არის კონფერენციის საიუბილეო წელი, მე-10 იმართება უკვე და წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ კონფერენციის თემატიკა, ასევე მონაწილეთა რაოდენობა და გეოგრაფიული არეალიც. შარშან პირველად კონფერენციამ შეიძინა საერთაშორისო სტატუსი და წელს უცხო ქვეყნის მონაწილეების რიცხვმა იმატა. ევროპის რეგიონიდანაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გამოხატეს სურვილი და ისინი ფიზიკურად ადგილზე ჩამოვლენ, დაესწრებიან და წარმოადგენენ საკუთარი მუსიკალური ტრადიციების შესახებ მუსიკოლოგიურ კვლევებს. ეს კონფერენცია ზოგადად არა მხოლოდ მონაწილეთათვის არის შესაძლებლობა სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მოსაზრებების, გაზიარების, სტუდენტებში სამეცნიერო პოტენციალის ზრდის და ამაღლების შესაძლებლობა უშუალოდ მონაწილეებისთვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვის, რომელთა შორის არის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც. გარდა სამეცნიერო სესიებისა, ჩვენ გვექნება საკონცერტო ნაწილიც, სადაც უცხოეთისგან ჩამოსული სტუმრები არა მხოლოდ სამეცნიერო სესიაში იქნებიან ჩართული, არამედ საკონცერტო პროგრამაში. ძალიან საინტერესო ავთენტური შემსრულებელთა ჯგუფი იტალიიდან გეგმავს ჩამოსვლას და ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ სამეცნიერო ნაწილი იქნება ამ თვალსაზრისით მდიდარი ქართველ მონაწილეებთან ერთად, არამედ საკონცერტო ნაწილიც. ასეთი ღონისძიებები აღვივებს სამეცნიერო ინტერესს და განსაკუთრებით თემატიკა, რომელიც უკავშირდება ქართულ ტრადიციულ მუსიკას, ქართულ პროფესიული სამუსიკო სკოლის კანონზომიერებების შესწავლას და სტუდენტები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ეუფლებიან თეორიულ, ისტორიულ საკითხებს, აი ასეთ კონფერენციებზე დასწრებისას მათში ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გაღვივდება სამეცნიერო ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კვლევითი მიმართულების, მუსიკოლოგიის, განსაკუთრებით კი ეთნომუსიკოლოგიის და საეკლესიო მუსიკის მიმართულების განვითარებას, რისი დიდი იმედიც გვაქვს ჩვენ.